რეჟიმის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროტესტის მონაწილეებს აქციების გამართვის გრაფიკი და დღის წესრიგი განუსაზღვრა. არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული მორიგი რეპრესიული კანონის ფონზე ოლიგარქის პოლიცია ამჯერად აქციის მონაწილეებს მსვლელობებს უკრძალავს. შაბათის აქცია ხალხმრავალი იყო, მოქალაქეები ფილარმონიიდან დაიძრნენ პარლამენტის მიმართულებით, რის გამოც ავტომობილო გზის ნაწილი გადაიკეტა. აქციაზე დააკავეს აქტივისტი ისაკო დევიძე. ნუცა ბახუტაშვილი დეტალებით. დიახ, გიორგი, მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შეიტანა და აღნიშნული კანონმდებლობა მაქსიმალურად გაამკაცრა, ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს უკვე დღის წესრიგით თავად დაუწესა და თავადვე განუსაზღვრა აქციის ჩატარების დრო და ადგილი. აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე დღით ადრე მიმართეს აქციების ჩატარების შესახებ და ჩააყენეს საქმის კურსში ისინი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი აქციის მონაწილეებს ნებართვა მისცა, რომ აქცია ჩაატარონ მხოლოდ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ისიც კიბის უჯრედში, ისე რომ გადაადგილებაში ხელი არ შეეშალოთ სხვა მოქალაქეებს. აქციის მონაწილეები თავის მხრივ აცხადებენ, რომ მათ შეკრებისათვის ნებართვა არ სჭირდებათ და ეს კონსტიტუციითაც არის მათთვის გარანტირებული, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები გუშინ მაგალითად ჩვენს კითხვებზე პასუხობდნენ, რომ თავად გადაწყვეტენ რა რაოდენობა არის საკმარისი მაგალითად იმისათვის, რომ მისცენ უფლება გადაადგილდნენ და ჩაატარონ მსვლელობა. ამ პერიოდში, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირის ნომერ 8-ში აქციის ჩატარების უფლება მისცა დემონსტრანტებს, აკრძალა მარშების ჩატარებაც, არადა აქციის მონაწილეები ყოველ შაბათს ტრადიციულად ფილარმონიიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მარშით გადაადგილდებიან, თუმცა აღნიშნულ გაცემულ ნებართვაში მარშის შესახებ არაფერი არის მითითებული, გარდა იმისა, რომ აკრძალული არის ამ პერიოდში მოქალაქეების მსვლელობით გადაადგილება. საინტერესოა, როგორ მოიქცევიან იმ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თუ კი მარში იქნება ამ პერიოდში. გუშინდელი დღეც მარშს დაეთმო ტრადიციულად და საკმაოდ ხალხმრავალი იყო გუშინდელი მსვლელობა. მას შემდგომ, რაც აქციის მონაწილეები დაბრუნდნენ უკვე რუსთაველის გამზირზე, ერთი პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ისაკო დევიძე, მოქალაქე, მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ისაკო დევიძე არის მცხეთის იზოლატორში გადაყვანილი და ელოდება საკუთარი სასამართლო პროცესის ჩანიშვნას. სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელეთ ასევე განცხადება, ეს ნიშნავს, რომ ნებართვა სჭირდებათ თქვენი მოქალაქეებს და არა გაფრთხილება შესაკრებად. რაოდენობიდან გამომდინარე და ამ რაოდენობა ეს შეგიძლიათ გითხრათ, იმიტომ რომ კანონში ეს არ არის განსაზღვრული კონკრეტულად. ჩვენ წვეთ პოლიციელები ვიღებთ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტეთ, რომ რამდენია ეს რაოდენობა? რაშუაშია რაოდენობა მიმართულება მიუთითი აქ და რაზე არა, თქვენ რაოდენობაზე მიუთითეთ ახლა, რომ რაოდენობას ჩვენ წვეთ. კი, რაც ვკითხეთ, იმაზე გიპასუხეთ. თქვენთან არსებობს კითხვები, თუ რატომ არ აძლევთ საზოგადოებას საშუალებას პროტესტი გამოხატონ? არანაირი კითხვა არ არსებობს, ძალიან კარგად იყო განცხადება დაწერილი. კარგად თუ წაიკითხავთ, გაიგეთ. მოქალაქე როგორც ესე დაგეშინები მორბიან დაატყობებენ ვიღაცას და მიარბენინენ აქციეს ადამიანები და გადაუარეს დევიდან მე მიხვდნენ რომ ძალიან ცუდად მოიქცენ და დაიწიეს უკან მაგრამ ნუ ეს რა დაგეშილობა არის და რა ხდება მე არ ვიცი ზოგადად მინდა მივმართო რეჟიმს გადიხართ ბოლოში იმიტომ რომ ეს უსახურობა უკვე აღარაფერში აღარ ჯდება სახელი არა აქ ამას ყველაფერს მთელი ქვეყანა არის გაჩერებული გუშინვე მას შემდგომ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების შესახებ გახდა ცნობილი დემონსტრანტებისთვის, მოქალაქეები, რომლებიც ერთ წელზე მეტია რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ამბობდნენ, რომ მათ ნებართვა, მათ შორის არც გელა გელაძის უწყების იმისათვის, რომ შეიკრიბონ და საკუთარი პოზიცია და პროტესტი დააფიქსირონ, არ სჭირდებათ, შესაბამისად ისინი კვლავინდებურად გააგრძელებენ შეკრებას და პროტესტის გამოხატვას, მათ შორის აანონსებენ მსვლელობასაც. საინტერესოა, რა იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი
პასუხი. რამდენიმე დღის წინ ომბუდსმენის გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ამ ცვლილებებს და მიუთითა კონსტიტუციის 21 მუხლზე დაყრდნობით, რომ ნებართვა შეკრება მანიფესტაციისათვის მოქალაქეებს არ ესაჭიროებათ. საინტერესოა ახლა როგორ მოიქცევა გელა გელაძის უწყება და დააკავებს თუ არა მოქალაქეებს მათი კონსტიტუციით გარანტირებული უფლების განსახორციელებლად.